ქუთაისში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციის მონაწილეებმა ხელფასის გაზრდა მოითხოვეს. მათი განმარტებით მთელი დღის განმავლობაში მუშაობა მოძველებული ტექნიკით სიცივესა თუ ყინვაში უწევთ, თუმცა მიუხედავად ამისა ანაზღაურება მინიმალურია. ვთხოვთ ხელფასის მომატებას. ერთი კვირის უკან იყო წერილი გაგზავნილი სათავეში თბილისში, მაგრამ ყურადღება არ მომაქცევეს. არანაირი და ამიტომაც გავიფიცეთ. სამუშაო პირობები როგორია? ძალიან ცუდი. აი რას გვაქვს ძალიან ცუდი. რა სულ ორმოებში ვართ ტყაპოში და არც ფესოვკებია ნორმალურად და არც არაფერი. არა, მუშაობთ ჩვეულებრივად 6 საათამდე და ხელფასი მაქვს 220 ლარი. სპეცბანკანაზე. ამით მე ვეღარ ვიარსებებ და ერთ ოჯახს ვერ მიფხედავ ხოლმე მაგ ხელფასით. აქციის მონაწილეებს შეუერთდა თავისუფალი საქართველოს იმერთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოგი წულაია არასწორად მიიჩნევს იმ ადამიანებისათვის ხელფასის დაკლებაც, ვინც უშუალოდ ქალაქში წყლის ქსელის გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელი. თუ გვაქვს კანალიზაცია, თუ გვაქვს წყალი, აი ამ ადამიანების კისერზედეს და არა იმ გასლუქებული ადამიანების კისერზე თბილისში და კიდე ქუთაისში. ამ ადამიანების კისერზეა. მათ აქვთ ხელფასი 220. მათი მოთხოვნა არის სრულიად სამართლიანი. აქციას გამოეხმაურა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი. როგორც გიორგი კობერიძემ ჩვენთან სატელეფონო კომენტარში განმარტა, უკვე მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა და მომდევნო თვიდან მინიმალური ანაზღაურების მქონე თანამშრომლებს ხელფასი 30-დან 40%-მდე გაეზრდებათ. ჩვენ აქტიურად მუშაობთ მაგ მიმართულებით, გადაწყვეტილება მინიმალური ანაზღაურების მქონე თანამშრომლებზე არა მარტო ქუთაისში, კომპანიის მასშტაბით იქნება უახლოეს დღეებში მიღებული. და შესაბამისად შემდეგი თვიდან მათ უკვე ექნებათ მინიმუმ 30-დან 50%-მდე გაზრდილი ანაზღაურება. ეს ეხება კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მინიმალური ანაზღაურების მქონე ყველა თანამშრომელს სხვადასხვა პოზიციაზე. ეს იქნება ოპერატორი, მქლორავი, დარაჯი, მძღოლი თუ ასე შემდეგ.